იმისათვის, რომ იგრძნოთ თავის სამშობლოში, მე ნიცა გვერდწითელი ქართულ გულის ძახილზე გიამბობთ. შევხვდით მონატრებულ საქართველოს. ყოველ შაბათს GOGATV-ზე და კვირას 22 საათზე ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. გადაცემაში გულის ძახილი. იგრძენი თავის სამშობლოში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა გულის ძახილს, მე ამ გადაცემის წამყვანი ნიცა გვერდწითელი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გიჩვენებთ, თუ როგორ აღინიშნა საქართველოში სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ გადაცემის იდეის ავტორ გოგა გოგილაშვილს, რომელმაც შეძლო და განახორციელა აღნიშნული გადაცემა. ეს არის პირველი გადაცემა, რომელიც ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს და ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით მინდა მოვიკითხო ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვო მალე დაბრუნებული იყოს თავის სამშობლოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემა ყოველ შაბათს მედია პორტალ GOGATV-ზე შეგიძლიათ იხილოთ, ყოველ კვირას 22 საათზე ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში და ყოველ კვირას 21 საათზე LTV-ს ეთერში, ხოლო განმეორებით სამშაბათს 18 საათზე. თქვენ შეგიძლიათ შემობრძანდეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქართული შრიფტით აკრიფოთ გადაცემა გულის ძახილი, მოიწონოთ ჩვენი გვერდი და ნებისმიერი სახის შეტყობინება დაგვიტოვოთ. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან გვიგზავნის წერილებს, გვაძლევს რჩევებს და უბრალოდ ძალიან თბილ სიტყვებს გვეუბნება. ეს არის ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი სტიმული და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ გვეხმიანებით. ახლა კი გამომყევით და მე გიჩვენებთ, როგორ აღინიშნა საქართველოში სვეტიცხოვლობა 2014. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ დათვალიერებას ჯვრის მიმდებარე ტერიტორიის და ძალიან საინტერესო საკრავი და საინტერესო პიროვნება. მოგესალმებით, გაგვიცანით თუ შეიძლება? ელგუ ჯომიაძე თბილისიდან. სასიამოვნოა, ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. დღეს არის სვეტიცხოვლობა, კიდევ ერთხელ მინდა ყველა ქართველ ემიგრანტს და არა მარტო მათ, რა თქმა უნდა, მიულოცო სვეტიცხოვლობა და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. თუ შეგიძლიათ, რომ ერთი კომპოზიცია ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნათ. პირველ რიგში უსურვებ დღევანდელ დღეს მიულოცავ სვეტიცხოვლობას, კარგად იყვნენ, ჯანმრთელად, ბედნიერად და მალე ჩამოსულიყვნენ თავით ოჯახებში და აქ გაეგრძელებინოთ საქმიანობა. და ვიდრე ანუ კომპოზიციას მიუძღვნით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, თუ შეგიძლიათ მანამდე ორი სიტყვით, რომ ამ საკრავის ისტორიის შესახებაც გვიამბოთ. ეს არის არღანი 1916 წელს გამოშვებული, ოდესაში დამზადებული. და იმის რამდენიღაც საუკუნეა, საერთოდ რომელიც თბილისს უყვარს ეს ინსტრუმენტი და ტივზე, თბილისობაზე და ასე ყველა ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობს ეს არღანი. ჩვენი მამაკაცს უყვარდა და ესე ვაგრძელებთ ამ ტრადიციას ჩვენ. რამდენი ხანია, რაც თქვენ და არღანი მეგობრობთ? რაც ჩემი პაპა უკრავდა და იმის მერე ჩვენ ოჯახს გადმოგვეცა და ჩვენ ვაგრძელებთ ეხლა ამ ტრადიციას. და საქართველოში ბევრი მეარღნი არის? არა, სულ 3-4 ეგრე. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით, იმედი მაქვს რომ არაერთხელ შევხვდებით და მაშინ გთხოვთ რომ ავაჟღეროთ. აბა სულიკოტი მივესალმებით. ეხლავე.
ხარ ჩემო სულიკო. უღრმესი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. მადლობა. იცოცხლეთ, კარგად იყავით. ჯვრის მონასტრის შესასვლელთან გამოტანილი აქვს სხვადასხვა სუვენირები, რომელიც შეიძლება აქ მოსულმა დამთვალიერებელმა შეიძინოს. ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ და ფაფახი დაიფაროთ და მე მგონი ეს ყველაფერი აი ეგ წერია რომ ფოტო ფასიანია და ჩვენ შეგვიძლია ხა გავარკვევთ და ვიკითხოთ. გამარჯობა, მაინტერესებს ფოტოს გადაღება რა ღირს? ერთი ლარი. ანუ მთლიანად ადამიანი შეიმოსება, ესე იგი ქართული სამოსით და შემდეგ 1 ლარი და არაჩვეულებრივი ფოტო გამოვა. ძალიან დიდი მადლობა. ბევრი ადამიანი იყო მოსული და ბევრმა გადაიღო ფოტო. ისე ძალიან დღეს არ არის ძალიან ბევრი ხალხი. ანუ სხვა დროს უფრო მეტი ადამიანი იყო სვეტიცხოვლობას? კი, სხვა დროს უფრო მეტი იყო. წელს ცოტაა. უცხოელი ტურისტები თუ იყვნენ დილიდან? რამოდენიმე ისრაელები მას. ებრაელები მარტო იმიდან. ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართულ ემიგრანტებს. თუ ყავთ ემიგრანტები, შეგიძლია მოიკითხოთ. არა, მალოთ, არავინ არ აქვს. ყველა ქართულს მოკითხვა ემიგრანტებს. დაგვიბრუნე საქართველოში. ყველა ჩვენი შვილი არ არის საქართველოში არ არის კაცო. მერტმა ქნასო და დღევანდელი დღის მადლი ეწევა და ყველა დაგვიბრუნდეს უკან საქართველოში. მადლობა. კარგად ამყოფოს. დიდი მადლობა. ასე რომ თუ თქვენ მოგინდებათ, გადაიღოთ ფოტო, გაითვალისწინეთ რომ მხოლოდ 1 ლარი ღირს და მე ვფიქრობ საკმაოდ ხელმისაწვდომი თანხა არის ნებისმიერი ადამიანისთვის. შეგვიძლია აქეთაც გადმოვინაცვლოთ. ბევრი დამთვალიერებელი იყო დილიდან მოსული და კმაყოფილი ხართ თუ არა, თქვათ იყიდება თუ არა ის პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილი გაქვთ. ძალიან ნაკლებად, უფრო აი უცხოელები მოდიან და ისინი უფრო ყიდულობენ მე და ჩვენი. ფასები როგორ არის? აი რომ გვითხრათ, ანუ ყველასათვის ხელმისაწვდომია და ნორმალური ფასებია, მაგალითად რა ღირს თქვათ ეს სუვენირი? ნუ ეგ სუვენირები 12 ლარი, პატარები 6. და უფრო მეტად რას ყიდულობენ ხოლმე? ვერ გაიგებ აქ ისეთ ხალხი მოდის რომ ზოგს რა მოწონს და ზოგს რა მოწონს. ეგ ძალიან რთული ის არის საკითხი. ან წინა წლებთან შედარებით ნაკლები ხალხია, ხო? კი, შანშან უფრო მეტი ხალხი იყო და უფრო კარგად გაიყიდა ვიდრე დღეს. ესაც იგივე ვარიანტია აქაც. არის რომ ზოგს ვანური უნდა, ზოგს ხევსურული უნდა, ზოგს ფაფახი უნდა. შეიძლება იყოს რომ ერთი თვე ვერ გაყიდო ვერაფერი და მე უცებ ერთ დღეში გაყიდო 5. რომელიმანაც აქედან თავად ამზადებთ თუ ყველაფერი უბრალოდ მოგოქს და ყიდით თქვენ? კი, არის აი მე თან კერამიკოსი ვარ და კერამიკულ ამებს რომელი ვამზადებ. თქვენი დამზადებული ნივთი აქ თუ არის რომელიმე? ზოგი ჩემია, ზოგი მეგობრისა. ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართულ ემიგრანტებს. თუ ყავთ ემიგრანტი, შეგიძლიათ მოიკითხოთ. კი, ერთი ხავს ჩემი ცოლის და არის მოკითხვა. ქვეყანაშია? კვიპროსში არის. საბერძნეთში უფრო საბერძნეთში არის და მოკითხვა ნუკრის ასე ქვია. ძალიან გაუხარდება და რწმუნებული ვარ თქვენი მოკითხვის ნახვა. გემშვიდობებით კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას და მრავალს დაესწარით. სხვადასხვა სუვენირებთან ერთად აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხატები. გილოცავთ პირველ რიგში სვეტიცხოვლობას და მაინტერესებს თქვენ ყოველწლიურად აქ ბრძანდებით თუ არა და დილიდან ბევრი დამთვალიერებელი იყო მოსული ჯვრის მონასტერში. იკლო იმანმასია თვითონ ტურისტებმა იკლო არის როგორც აი შარშანი ყო და შარშანტი ისე წეს არ არის. თქვენ ყოველ წელს ხართ ხოლმე აქ? მე მეორე წელია ახალა. ანუ ნაკლებად იყიდება თქვათ ეს ხატები კი, სუვენირები? ნაკლებად, ძალიან ნაკლებად, იმიტომ ტურისტი აღარ შემოდის, იმიტომ ნაკლებად იყიდება.
სრულიად საქართველოს მაცხოვრებლებს. მოგილოცავთ სვეტიცხოვლობას, პარტიის დღესასწაულს. ეს ყველაზე დიდი დღესასწაული საქართველოს ქართველების არის პარტიის მობრძანება საქართველოში. მინდა რომ პარტმა მთელ საქართველოს მაცხოვრებლებს განუჩეროთ ეროვნებისა და საქმიანობისა, წარუძღვანოს საქმე წინ და რაც დამშვიდობ გულზე გენატროთ, ყველაფერი შეგსრულებოდეთ. რომ იცოდეთ, ტელემაყურებლებო, სვეტიცხოველი დაერქვა ამ ტაძარს, რადგანაც როდესაც იესო ქრისტეს პარტიის ადგილას ამოსული ხე 7 ნაწილად გაჭრეს, 7 სვეტად და 6 სვეტი დააყენეს ხელით, ამ მე-7 სვეტი კიდევ ვერ დაძრეს. მეფეც მოვიდა ყველა, მაგრამ სვეტი ვერ დაძრეს. ნინო წმინდა იჩოქებს მთელი ღამე თავისი ხალხით და მთელი ღამის ლოცვის შემდეგ ანგელოზი გადმოდის ციდან და ის მე-7 სვეტი თვითონ ანგელოზებმა დააყენეს ადგილეს და აქედან მოდის რომ სვეტიცხოველი ის მე-7 სვეტი რომელიც ნინოს ლოცვით ანგელოზებმა დააყენეს, ამის შემდეგ ეწოდა ამ ტაძარს სვეტიცხოველი. ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. შეგიძლიათ მოიკითხოთ ქართველი ემიგრანტები და დაალოცოთ. ქართველი ემიგრანტების შესახებ მინდა ვთქვა, რომ ემიგრანტები ბევრი არიან განსახლებული, მაგრამ განსაკუთრებით საწოდობა მოხდა, როდესაც მთავრობას თვითონ გაექცენ, მოსულ წითელ მთავრობას გაექცენ ქართველები. ეს უფრო საწოდაა, ვიდრე შახაბაზმა რო გაასახლა ეს ხალხი და ახლა ქრეიდანსა და იმაში იტანჯებიან. პირიქით კი არ იტანჯებიან, ცხოვრობენ და მაინც ქართველობა უნდათ, მაგრამ იქ ჩამოასახლეს ეს ქართველები, მაგრამ მე უკან წავიდნენ კიდევაც ისეთი მდგომარეობა შეექმნათ მას. ასე რომ ემიგრანტებსაც კიდევ ღმერთს ვთხოვ, რომ ისეთი მდგომარეობა შესულიყო საქართველოში, ესეთი მდგომარეობა შექმნილი იყოს, რომ ისინი უკან დაბრუნებული იყვნენ და საქართველო გამდიდრებული იყოს და ესე გამრავლებული იყოს იმ გასული ხალხის ხარჯზე. ყველას გილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს, მცხეთის დაარსების დღეს. ყველას გილოცავთ ამ წმინდა ადგილში, ამ წმინდა ადგილის მოსვლას და ღმერთმა ტკბილა და ჯანმრთელად ამყოფოს ყველა, ვინც ღირსეულია და ვინც ადამიანურად ცხოვრობს და ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს. კიდათ ემიგრანტი იყოს, კიდა არა ემიგრანტი იყოს, ყველას გილოცავთ, ტკბილა და ჯანმრთელად ამყოფოს ყველა. თავარი ისაა, რომ ქართველი იყავი და ქართული სისხლი ქონდეს და ქართულად იცხოვრო შენ ამ ქვეყანაზე. მეტი არაფერი არ ვიცი მე. ღმერთმა ტკბილა და ჯანმრთელად განყოფო. ღმერთი იყოს თქვენი ფარველი. ჩვენ გამოვედით მცხეთის ქუჩებში და ხედავთ თუ როგორ ატარებენ დროს, როგორ ერთობიან უფროსი თაობის წარმომადგენლები. შეგვიძლია მოусმინოთ და მონატრებული ჰანგებით დატკბეთ.
ძალიან დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქართველ ემიგრანტებს ნამდვილად გაუხარდებათ ამ ყველაფრის ნახვა. გისურვებთ წარმატებას, რა თქმა უნდა, გილოცავთ სვეტიცხოვლობას. თუ ყავთ ქართველი ემიგრანტები, შეგიძლია მოიკითხოთ, ყავთ ემიგრანტები? ყველას დაულოცავ, ესე იგი. ამ დღესასწაულს გაძელობა და ესე იგი დაწესება ღმერთმა მოგიჭალოთ. ყველა ეკავით სულ გაგადასულ ჯანმრთელად. ჩვენს მართლა წასულ ემიგრანტებს მე აი ცრემლი მომდის იმის გულისთვის რომ ჩვენი ქართველები ვერ ესწრებიან მცხეთობის დღევანდელ დღეს დღევანდელ ქართველი ხალხის ზემს და იქიდან ტელევიზიითა და იმით გადმოსცემენ ამას და ნამდვილად ვიყურებენ ისენიც ჩვენც იმათთან ერთად ულოცავთ დღევანდელ დღეს ჯანმრთელობას ბედნიერებას საქართველოში დაბრუნებას ულოცავთ ქალბატონო რომ საქართველოში ყოფილიყვნენ ბედნიერები ყველა წასული არის ამ გაჭირვების ამ დუხჭირი ცხოვრების პირობების გამო ძალიან ბევრი მე დილშვილი მყავს ამერიკაში მიულოცავ ჩემს ქეთინო კახურაშვილს რომელიც იქ მოღვაწეობს იქ სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა იქ ექიმი გახდა და დღესაც იქ მუშაობს იქ ებრძვისა იქაური მეც კურნალობს რატომ არ არის რომ საქართველოში იმუშაოს საქართველოში უმკურნალოს ქართველი ხალხი განკურნოს ყავს კიდე საბერძნეთში დილშვილი კიდე ლეილა კახურაშვილი მიულოცავ იმას ლეილას ჯანმრთელი დამიბრუნდეს იქიდან შიდობის საქართველოში ეცხოვრობდა ნუ არ ენახოთ ეს სიდიხჭერე რომელიც დიხჭერით დღეს საქართველოში ტრიალებს ეს აღარ ყოფილა გამარჯობათ ბატონო თემურ გილოცავთ სვეტიცხოვლობას მრავლას და ეს წარით მადლობთ ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს შეგიძლიათ მიულოცოთ მოიკითხოთ და თუ ყავთ ემიგრანტები სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე დაო ნათქმია ხო ამაზე ლამაზად ალბათ ვერავინ ვერ იტყვის ამიტომ თუ უფალი გიყვარს და თუ შენი ქვეყანა გიყვარს შენი წინაპრების საძვალეთი და შენი ქვეყნის მომავალი კეთილი ინებეთ და მე მგონი უნდა მოიქცეთ ისე როგორც ჩვენ ქვეყანა შეეფერება. მოგებული ვარ ჩვენს გადაცემას ქვია გულის ძახილი რა არის თქვენი გულის ძახილი? ნეტა იმდენი ძალა მომწეს უფალმა რომ მორწმუნე გავხდე თვიდან ფეხებად ყველანაირად კი ვთვლი ჩემ თავს მორწმუნეთ მაგრამ მე აი ეს გულის ძახილი უნდა იყოს ისეთი დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. ჩვენ უკვე გიჩვენეთ ჯვრის მონასტერი, ასევე სვეტიცხოველი და საღამოს უკვე ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდები აღნიშნავენ დღევანდელ დღეს მცხეთობას მცხეთის ცენტრში. აქ ვხედავთ რომ უკრავს ახალგაზრდა, შეგვიძლია გავიცნოთ. გამარჯობა, ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. შეგიძლია მოიკითხო ქართველ ემიგრანტები, სრულიად საქართველოს მიულოცო სვეტიცხოვლობა და ერთი ძალიან მაგარი სიმღერა შეგვისრულო. იმიტომ საქართველოს მიულოცავ სვეტიცხოვლობას და მრავლას და ესტრადას მოიცავ. რა სიმღერას დაუკრავ? სიმღერის ამ მელოდია. გიტარა რო ხეცავ. გიტარა ხეცავ გიწყოს, მაგრამ არა ვიცი.
გილოცავ პირველ რიგში სვეტიცხოვლობას, როგორ ატარებ ამ დღეს? მეც გილოცავთ მრავლას დაესწარით. რა ვიცი, ძალიან ისე ბედნიერად, ძალიან მხიარულად, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი კონცერტი გამოვიდა და რაღაც სიამოვნებს, კარგი გარემო არის, მსმენელიც კარგი არის, მხიარული და ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. შენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი თუ გეგმავ ახლოს პერიოდში კონცერტის ჩატარებას? კონცერტის არა, მაგრამ აგროვებს სიმღერებს, ანუ ჩემს სიმღერებს, პირად სიმღერებს და გეგმა რაღაცა ისე პრეზენტაციასავით გავაკეთო, რაღაც პროექტივით და იმედია რომ მალე იქნება. ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, თუ ყავს ემიგრანტები, შეგიძლია მოიკითხო და ხوارაპირებ რომ მათთვის გამართო კონცერტი. ეხლა ძალიან კარგი რაღაცა მითხარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საზღვრებს გარეთ და რა ვიცი, მოვიკითხავდი ყველას, უყურონ ბევრ ქართულ გადაცემას, კონცერტებს და რა ვიცი, გამაგდნენ, კარგად იყვნენ და ეს ნოსტალგია. მეც ვიყავი, ანუ 3 წელი საზღვარგარეთ ვსწავლობდი და ვიცი რა სირთულეებთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ სულიერად მაინც მარტო ხარ და რაღაც ნოსტალგიები სულ გაწובה ხოლმე და მაგრამ რო ჩამოდიხარ, მაინც მე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ამიტომ ვეთყოდი რომ ბევრი არ იფიქრონ, უსმინონ ბევრ მუსიკას და ყველაფერი კარგად იქნება. დღევანდელი კონცერტის წამყვანი ხართ, როგორ შეაფასებდი დღევანდელ დღეს? კმაყოფილი ხართ თუ არა, თქვა დამსწრე საზოგადოებით და ზოგადად შეგიძლიათ მიულოცოთ სვეტიცხოვლობა ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, ჩემი და იმ ადამიანების აქ ჩამოსვლა, ვინც სცენაზე ედგენ, ეს იყო გამოხატულება დიდი სიყვარულის ამ ქალაქის, ამ დღის და მცხეთელების, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ, ბედნიერები ვართ, უამრავი ადამიანი იყო, ძალიან დიდი სითბო, სიყვარული მოდიოდა ქვევიდანაც, ხალხიდან და ეს ორმაგი ურთიერთობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართლა მე ვთვლი, სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ეს არის ნათელი მაგალითი საერო და საეკლესიო დღესასწაულების გაერთიანების და ყველა ქართველის, ყველა საქართველოში მცხოვრების და არა მარტო ფარგლებს გარეთ ცხოვრები ადამიანების დღეა და ყველას ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით ვილოცავ ამ დღეს. ჩვენს გადაცემას ქვია გულის ძახილი. რა არის თქვენი გულის ძახილი? ჩემი გულის ძახილი არის ერთი, რომ ძალიან მალე მომავალ სვეტიცხოვლობას თუ არა ძალიან მალე აღდგეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და ყველა ემიგრანტი დაბრუნდეს საქართველოში და ერთად მცხეთაში აღვნიშნოთ ეს დღე. გილოცავთ გიოს სვეტიცხოვლობას, მრავლს დაესწარით. ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. შეგიძლიათ მიულოცოთ სვეტიცხოვლობას, სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა ჩვენს ემიგრანტებს. დიდი სიამოვნებით მიულოცავ ყველას მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ემიგრანტებს, იმიტომ რომ ეხა ვიცი მათი განწყობა როგორ ენატრება და როგორ უნდათ რომ აქ იყვნენ, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო არიან იქ და ძალიან მიყვარს ისინი და ყოველთვის ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ხშირად ჩავდივარ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში და სულ სხვანაირი გზნობა მოდის და სხვანაირად ხვდებიან, იმიტომ რომ მონატრებულები არიან და ულოცავ მათ და პალე ჩამოვიდნენ აქ და ერთად ვიზეიმენ. თუ გეგმავთ უახლოეს პერიოდში რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებას? იცით რა, ეხა ახალი პროგრამა გავაკეთეთ, უბრალოდ რაღაცებს ვამუშავებ და აუცილებლად წავალთ. იქ სადაც ბევრი ქართველები არიან, გვინდა წასვლა საბერძნეთში, გვინდა იტალიაში, ესპანეთში და არ ვიცი, რაღაც გეგმები დიდი გვაქვს. როგორ ჩაიარა დღევანდელმა კონცერტმა? რა ვიცი, როგორც ყოველთვის, რაღაც ხალისიანი ეს ჩვენ ქართული სიმღერები რაღაცა გავაახლეთ, ის სიმღერები რო სხვანაირად მოისმინონ ახალგაზრდებმა, ტემპი მივეცით რაღაც სხვანაირი და რა ვიცი, ყველას მოწონს და სახალისოა და ძალიან ლამაზი დღე იყო კიდევ ერთი ჩემთვის. ჩვენს გადაცემას ქვია გულის ძახილი. რა არის თქვენი გულის ძახილი? რა ვიცი, ჩემ სიმღერებში სულ გულის ძახილია. სულ სიყვარულია და ესეც გულის ძახილი იყო დღეს აი ეს ხალხი რო გიყურებს და რო არ გიშვებს სცენიდან და მათი გულის ძახილია და ჩემი გულის ძახილი კიდე მათ მიმართ არის და ეს არის რომ გულის ძახილი არის ძალიან კარგი სიტყვა, იმიტომ რომ ყოველთვის მეძახის ის ხალხი და ბედნიერი ვარ რომ იმათ გაღიმებულ სახეებს უყურებ. თქვენი კარგი მუშა ჯგუფის სახელით ყველას მოგილოცავთ ესეთ ლამაზ დღესასწაულს სვეტიცხოვლობას გილოცავთ ხალხო. ჩვენი დღევანდელი გადაცემა მითავის ლოგიკურ დასასრულს უკვე უახლოვდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გვიყურებთ. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გიჩვენეთ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა 2014. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ამ დღემ ქალაქ მცხეთაში. დარწმუნებული ვარ, რომ ისიამოვნე დღევანდელი გადაცემით მე ზუსტად ერთი კვირით უნდა დაგემშვიდობოთ. შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემა გულის ძახილს.
რომელიც ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს და კიდევ ერთხელ ყველა ქართველ ემიგრანტს ძალიან დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ. აუცილებლად უნდა გადაუხადო მადლობა ამ გადაცემის იდეის ავტორ გოგა გოგილაშვილს. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ შემობრძანდეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქართული შრიფტით აკრიფოთ გადაცემა გულის ძახილი, მოიწონოთ ჩვენი გვერდი და ნებისმიერი სახის შეტყობინება გამოგვიგზავნოთ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ შეგიძლიათ ჩვენი გადაცემები იხილოთ ყოველ შაბათს მედია პორტალ GOGATV.com-ზე, ყოველ კვირას 21 საათზე ტელეკომპანია LTV-ს ეთერში, ხოლო განმეორებით სამშაბათს 18 საათზე და ასევე ყოველ კვირას 22 საათზე ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ნახვამდის.